მაგის გარეშე დამკვეთი ვერ მიხვდება ვინ ხართ, დამწყებებს რაც შემეძლია ურჩიო, რომ რეალურად თავდაპირველად უფასოდ ვაკეთებდი პროექტებს იმის გამო რომ პორტფოლიო შემექმნა. Prime Time, Alia, Guria News-ი, HMTC ის ბრენდები იყო, რომელთაც სტარტი ავიღე. Web development-ის მიმართულებით არის ისეთი кейსები, ისეთი გამოცდილება გჭირდება, ესე ვთქვათ, ინფორმაცია ისეთ დეტალებზე, რასაც უბრალოდ ვერ დააგროვებ, თუ ვინმე შენზე უფრო გამოცდილ ადამიანს არ კითხავ პასუხისმგებლობას და თქვენს ცხოვრების სტილს ბევრი უყურებს. მეორე დღეს სასწრაფოდ საავადმყოფოში წამიყვანეს ისევ ინერვიულე. დღეს როცა ყველა კომპანია ცდილობს უნიკალური იყოს ამ პირობებში, შენ გამოიყენო ერთ-ერთი შაბლონი, რომელიც შეიძლება ყოველ მესამე კომპანიამ გამოიყენოს თავისი ვებსაიტისთვის, ეს არ აისახება რა თქმა უნდა უნიკალურობას. გამარჯობა, ეს არის არხი Freelance Panjara და დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ლუკა ხალაძე, რომელიც არის კომპანია Web Features-ის დამფუძნებელი და full stack developer-ი. გამარჯობა ლუკა. გამარჯობა ნინო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა წარმატებები გისურვო, კონკრეტულად ამ მიმართულებით და ზოგადად. როგორც უკვე ვნახე, ბევრი საინტერესო სტუმარი გყავდა და ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს მაგალითად პირისპირ ვიცნობ, ბევრი ისეთი თემებიც ისაუბრეს, რაც პირობითად შეიძლება პირისპირ არ ისაუბრა და ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის, რომ ესეთ თემებზე, ესე ვთქვათ, გაქვს საშუალება, რომ მოიწვიოს სხვადასხვა სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის, გულწრფელად ბევრს ნიშნავს ესეთი შეფასება, მართალია არხი ჯერ სულ ახალია. მაგრამ დარწმუნებული ვარ ფრილანსერებს ამ სფეროში გამოადგებათ ყველა ადამიანის ინტერვიუ, რაც ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ ფაქტობრივად მათ პროფესიულ გზამკვლევს წარმოადგენს და ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა. ლუკა, როგორ მოხდი ამ სფეროში? როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები და ზოგადად რატომ დაგაინტერესა? იცი რატომ გეკითხები? ციფრული პროფესიები და განსაკუთრებით პლატფორმების დეველოპმენტი არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალანაზღაურებადია, ეს აძლევს საშუალებას ადამიანს, რომ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე იმუშაოს და ძალიან ბევრი თანხა გამოიმუშაოს დროის მოკლე მონაკვეთში. კი, გეთახვები ზუსტად და ზუსტად ეგ შემთხვევა იყო ჩემ შემთხვევაშიც, რომ ესე ვთქვათ, არჩევანი გამეკეთებინა, საით წავსულიყავ. მეორე კურსზე იურიდიულის მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო არ იყო, თუმცა ძალიან საინტერესო სფეროა, ანუ ამით არ აღუნიშნო რაღაცა რო აკნინებ რაღაცა, უბრალოდ მივხვდი თუ სად უფრო ხედავდი ჩემ თავს. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავ, როდესაც გავიარე, ანუ თავდაპირველად მიზიდავდა კომპიუტერული თამაშები, აქ საუბარი მაქვს 15-16 წლის ასაკში და იმდენად დამოკიდებული ვიყავ, რომ ჩემებთან ოჯახის წევრებთან ჩხუბიც კი მიწევდა და ეხა პირიქით კომპიუტერთან როზე ვარ სიამოვნებთ, მაგრამ ნუ თავიდან იყო ეს გამოცდილება, რომ ძალიან მიზიდავს ზოგადად კომპიუტერი და ეს ტექნოლოგიები. შემდეგ უკვე დავინტერესდი ვებსაიტებით და ამის უკან ვინიდგა და ზუსტად ერთთვიანი ჯეოლობის კურსი გავიარე, უფასო, ხელშეწყობა იყო ეს მათი მხრიდან სხვადასხვა რეგიონებისთვის. ძალიან კარგი პროექტი იყო ჯეოლობი. კი და ზუსტად ერთ თვეში უფრო მეტი ინტერესი გამიჩინეს. ანუ არა მარტო მასწავლოს, უფრო მეტი ინტერესი გამიჩინეს. და ზუსტად ეს იყო ის წერტილი, ათვლის წერტილი, საიდანაც დავიწყე და დღემდე მოვედი. ეს რომელ წელს ხდებოდა? ეს დაახლოებით 18 წლის იქნება, დაახლოებით 9-8 წლის უკან. 2015-ში გაკეთდა ჯეოლობი, რამდენადაც მახსოვს თუ 14-ში? ზუსტი თარიღი არ მახსოვს. იმიტომ რომ მეც ვსწავლობდი მაგ. ხო, ეს ზუსტი თარიღი არ მახსოვს, რაღაც მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც რეკლამა შეხვდა უბრალოდ და თან მაგ პერიოდში, ანუ ხელი ვცდილობდი რაღაცებს და რაღაც საჩუქრად ესე მიხდა ესე რომ ვთქვათ რა ეს პოპ-აპი რეკლამის. რეკლამა მარტო მაშინ მესიამოვნა სიმართლე გითხრა რომ ესე პირდაპირ ამოხდა და ანუ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, საიდანაც დაუმეგობრდი ვებსაიტებს და ზოგადად ვებ დეველოპმენტს. ანუ შენი სწავლა ჯეოლაბში, მანამდე მცდელობა ისე ინტერნეტით რომ მოგეძიებინა პლატფორმების სასწავლო კურსები, ახლა ბევრი არის უცხოური უფასო მათ შორის. ანუ ადამიანები რა შემთხვევაში აწყდება, როდესაც ადამიანი აწყდება რაღაც ისეთ პრობლემას თავის გამოცდილების განმავლობაში, როდესაც უკვე კითხვებზე პასუხებს ვერ იღებს, მით უმეტეს მაშინ არც ChatGPT იყო, არც ანუ ზოგადად ამ მიმართულებით არ იყო ბევრი ინფორმაცია 8-9 წლის უკან, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია უბრალოდ ჭირდა რომ ესე მარტივად მოგეძიებინა. შესაბამისად, როცა ამ პრობლემამდე მივიდოდი, რომ ვიღაცისთვის უნდა მეთქვას და ჩემს გარშემო არ იყვნენ ადამიანები, ვისაც ამ კითხვას დაუსვამდი სამწუხაროდ, იმიტომ რომ მაშინ არ იყვნენ ესე პროფესიონალები ყოველ ორ ნაბიჯზე. არც Facebook ჯგუფები არსებობდა პროფესიული დიდად. ხო, სიმართლე გითხრათ,
ზუსტად, იმიტომ რომ არ ვიცი, ალბათ მარტო ყიდვა-გაყიდვის ჯუფები იყო მაშინ, რაც მახსოვს და იქ რო დამეპოსტა უბრალოდ აზრი არ ეკრებოდა დარწმუნებული ვარ. შესაბამისად და ეს კურსი ზუსტად მაშინ გახდა საჭირო ჩემთვის, როცა რაღაც ეტაპამდე მივედი. იმიტომ რომ ზოგიერთთვის შეიძლება საერთოდ არაფერი ეცადოს მანამ კურსამდე და პირიქით დემოტივაცია გაუწიოს რომელიმე კურსმა თუ საწყის ეტაპზე კურსი დაიწყებს, როდესაც უბრალოდ ის თემა არ აინტერესებს. ჩემ შემთხვევაში პირიქით მოხდა, იმიტომ რომ ისედაც მქონდა რაღაც ბაზა შექმნილი და უკვე კითხვებამდე, როდესაც მივედი რომ პასუხები არ მქონდა, ზუსტად მაშინ გავუჩნდე რაღაც კონკრეტული კურსის და ეს დამეხმარა უკვე უფრო წინ ნაბიჯების გადადგმაში. ერთ კითხვას დაგისვამ. შენი აზრით, დღევანდელი რეალობა რომ ავიღოთ, ქართული კურსები არის ის საწყისი ბაზა, რაც აუცილებლად ქართველმა უნდა გაიაროს იმისთვის, რომ თუნდაც მე უცხოურ კურსებს შეეჭიდოს. მე იმიტომ გეკითხები, რომ შეიძლება ინგლისური ძალიან კარგად იცოდე, მაგრამ მაინც გჭირდებოდეს შენიანი ადამიანი მენტორად. რაღაც თითქოს ჩვენი ფსიქოლოგია ასე მოწყობილი, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და მაგაში გირჩევნია, რომ ისევ შენ ენაზე ვიღაცა მაგიხსნას, რაც არიცი კარგად, იმისთვის, რომ ფაქტობრივად გზამკვლევი შეგიქმნას პროფესიული. კი, ზუსტად არის ეგ მომენტი, იმიტომ რომ მით უმეტეს web development-ის მიმართულებით არის ისეთი кейსები, ისეთი გამოცდილება გჭირდება, ესე ვთქვათ, ინფორმაცია ისეთ დეტალებზე, რასაც უბრალოდ ვერ დააგროვებ, თუ ვინმე შენზე უფრო გამოცდილ ადამიანს არ კითხავ, ან თუნდაც აი როგორც კურსი ახსენე, უბრალოდ მაგ შემთხვევაში პირადად ჩემთვის ნებისმიერ კურსს გავდივარ, უფრო საინტერესო კურსზე საინტერესო არის ის გამოცდილება, რასაც უშუალოდ მენტორი დამიტოვებს. იმიტომ რომ მენტორმა გარდა კურსის სტანდარტული სილაბუსისა, უნდა უმწეს იმის საშუალება, რომ ისეთ кейსები, რაც მაქვს დაგროვილი, რაც პირობითად შეიძლება ამ კურსი არ მოიცავს, დამეხმაროს იმაშიც, როგორ გავიკვლიო გზა. იმიტომ რომ მარტო კურსის შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ რაღაც შაბლონი იყოს და არ წარმოადგენდეს იმ სრულ, ესე ვთქვათ, პაკეტს, რაც რეალურად საჭირო არის. იმიტომ რომ როგორც ვთქვათ, web development-ი ძალიან ფართო მიმართულება არის და ისეთ кейსი შეიძლება შეგეთხვას, როგორც დამწყებს ისე საშუალო დეველოპერს ან პროფესიონალისტს, რომ თუ ვინმეს უკვე ეს გზა არ აქვს გავლილი, გაგიჭირდეს ამ ამოცანის შესრულება. თუმცა დღევანდელ რეალობაში, როდესაც უკვე ხელოვნური ინტელექტი არსებობს, ცოტა შემსუბუქდა ეგ და უკვე ხელოვნურ ინტელექტსაც აქვს ისეთი кейსები, რომ გაგცეს მსგავს, ანუ ჯერ ჩვენს პრაქტიკაში, როდესაც დაგვიჭირებია, არ ყოფილა რაღაცა მაგალითად პასუხი არ ქონდეს. ნუ მინიმუმ მიმართულება არ მოგწევს. თუმცა წინა წლებში რა თქმა უნდა ამის საშუალება არ იყო და უფრო მოთხოვნაც მაგიტო იყო ჩემის აზრით ონლაინ კურსებზე. დღეს ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ჩაება, შედარებით ჩემი გამოცდილებით რასაც ხედავ, შეიძლება სხვა მოლოდინები არის ყოველ შემთხვევაში, შედარებით უფრო შემწევ, იმიტომ რომ უკვე იღებენ იმას, იმ ინფორმაციას, რაც ხელოვნური ინტელექტი აძლევს პირობითად, მაგრამ ნუ მანდაც უკვე კურსებზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა. რეალურად პრაქტიკას მოაქვს ყველაფერი და შენ შემთხვევაში ეს პრაქტიკა მე უკვე ამან როგორ მოიტანა, როგორ დაიწყე მუშაობა. ეგ არის ძალიან საინტერესო ეტაპი ჩემ შემთხვევაში და ეხლა მინდა იმ თემაზე ვისაუბრო, რასაც ქვია პირველი პროექტი. ზოგადად წარმოდგენა აქვთ ახლა ანუ დაახლოებით 10 წელია რეალურად რაც ამ სფეროში ვარ და ზოგადად აი ვებსაიტების გარშემო თუ რამე ხდება, ფაქტობრივად ყველგან ვართ და ვცდილობთ რომ ყველა ინფორმაცია მივიღო და გავცეთ. გარდა web development-ისა, ჩემი მიმართულება იყო ასევე კიბერუსაფრთხოება და სხვათა შორის ჯეოლავშის კითხულობდი ლექციებს კიბერუსაფრთხოებასა და ეთიკური ჰაკინგის შესახებ და არა მარტო კონკრეტულად კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, აი ნებისმიერ პროექტის მიმართულებით, ეხლა ვებსაიტები, რომ აი ვებსაიტის დამზადება, რომ ყველა გავამარტივოთ, რაც დავიწყეთ ესე რომ ვთქვათ რა. ყველას მოლოდინი აქვს, რომ პირველი რაღაც პროექტზე უნდა იყოს რაღაც ძალიან დიდი თანხა, ან რაღაცა საშუალო, ესე რომ ვთქვათ რა. რეალურად თავდაპირველად უპასუხოდ ვაკეთებდი პროექტებს იმის გამო, რომ პორტფოლიო შემექმნა. აქ იგულისხმება დაახლოებით ალბათ 5-10 პროექტამდე და ისეთი პროექტები, რომლებიც ესე ვთქვათ, სახელის მომტანი გახდებოდა ჩემთვის იმ გადმოსახედიდან. ეხლა დღეს საერთოდ სხვა ბრენდებთან თანამშრომლობ, რომელსაც შეიძლება ანუ ვერც გავიფიქრებდი, რომ მე ამ ბრენდებთან ოდესმე გამარჯობა რაღაცა კომუნიკაციაც კი მექნებოდა. იმდენად ძალიან შორს იყო ეს ყველაფერი ჩემგან. თუმცა ეტაპობრივად მე დამწყებებს რაც შემეძლია ურჩიო, რომ მინიმუმ პორტფოლიოზე გააკეთონ აქცენტი. პორტფოლიო იმდენად მაგრად მუშაობს, რომ ჩვენ შემთხვევაში არ ვიცი ხა ჩვენს პორტფოლიო შეუძლია გადახედოს. სივზე მეტს ამბობს პორტფოლიო შენზე. ისეთი შეფასებები გვაქვს მოსმენილი, რომ აი რა ვიცი რა, ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვართ ხოლმე, როცა დადებით შეფასებებს ვიღოთ პორტფოლიოზე.
იმიტომ რომ პორტფოლიო არის ჩვენი გავლილი გზა. თუმცა ეს ყველაზე დაბლა რაც გვაქვს პირველი პროექტები და ასე შემდეგ. უკვე შესრულება გვაქვს 400-ზე მეტი პროექტი და აქტიურ ტექნიკურ ხარდაჭერას უწევთ 200-ზე მეტს ყოველთვიურად, ყოველდღიურად ფაქტიურად და ეს რიცხვები ციდან არ მოფრენილა, როგორც უკვე თქვი, საწყისი იყო, რომ თავდაპირველად გამოცდილების მისაღებად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ასევა, მით უმეტეს იმ პერიოდში WordPress-ი არ იყო ესე აქტიური და პირიქით რაღაც პერიოდში, როდესაც ხელი ვწერდი, ვაძაგებდი, სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ მაშინ WordPress-ი ამ ლეველზე არ იყო, ბევრი პრობლემები ჰქონდა და მოკლედ ვურჩავდი რომ ხელი დავწეროთ საიტი და რაღაც ვითომ ესე ვთქვათ ვიმსუბუქებდი საქმეს. თუმცა რამოდენიმე წელში, როდესაც საინფორმაციო მედიები დაინტერესდნენ და ერთ-ერთი კარგი ადამიანის დახმარებით ესე ვთქვათ, რომელიც უფრო დაინტერესდა ვაკანსიას გამოაცხადა რომ საიტის დამზადება უნდა და იქიდან დაიწყო ყველაფერი. ერთ-ერთ დიდ ბრენდებს, ეს ბრენდს გაუკეთეთ საინფორმაციო ტიპის საიტი, ონლაინ ესე ვთქვათ, თქვი ბრენდი რომელია თუ საინტერესო? Prime Time-ი, Alia, Guria News-ი, HM-თვის ის ბრენდები იყო, რომელთაც სტარტი ავიღე. ეს Alia და Alia შემთხვევაში დაახლოებით 100,000-მდე მომხმარებელი გენერირდება 1 საათის განმავლობაში ზოგ შემთხვევაში. გულისხმობ, როდესაც აი პიკია და წარმოვიდგინეთ, ანუ გავალვებენ ისეთი საიტი შექმნის ესე ვთქვათ ვალდებულებას, რომელზეც ცოტა შეიძლება ესე ვთქვათ, ანუ უყურებ, რომ ძალიან პასუხისმგებლობა, მაღალ ლეველზე იდგა მაგ შემთხვევაში. თან მით უმეტეს იმას საკში, როდესაც ჯერ მეორე კურსზე ვიყავით თუ რაღაც დაახლოებით ეს პერიოდია. ეს იყო პირველი პროექტი. ეს უკვე იყო ანაზღაურებად, უკვე აქედან, ანუ საიდან სტარტი ავიღეთ, მაგრამ მანამდე იყო აი მეგობარ საიტი გავაკეთებთ უფასო და რაღაცა ესეთი და რეალურად ამ პროცესში ვსწავლობდი. ანუ ეგ ძალიან მაგარია, რომ როცა უფასოდ უკეთებ, გაქვს იმის ლაურების საშუალება, რაღაც თუ შეგეშალა, ოკეია. იმიტომ რომ ეგრე, ანუ და ამაზე თვითონ დამკვეთებიც თანახმა იყვნენ, იმიტომ რომ პირიქით, ანუ ჩვენ პირიქით იმათაც მოსწონდათ, რომ თუ ამ პროცესში რამეს ისწავლებ, რავი, ჩვენს გაგვიხარდება, რომ მე სამომავლოდ რაიმე უფრო დიდ პროექტებს ვითანამშრომლობ და ასე შემდეგ. ჩაგერთვები რა თუ შეიძლება მაგაში გეთანხმები, ძალიან მაგარია და ანუ ფრილანსერებისთვის მინდა რაღაც განმარტების დამატება მაგ საკითხთან დაკავშირებით. უფასოდაც რომ აკეთებდნენ და იაფადაც რომ აკეთებდნენ, ყოველთვის მოეკიდნონ პასუხისმგებლობით უნდა. რა თქმა უნდა, შეცდომების დაშვების უფლება გააქვს და ოკეია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რადგან უფასოდ ვაკეთებ, რომ გავახალტურო. მაქსიმალურად სრულყოფილად უნდა ეცადონ, რომ თავისი შედეგი ბოლომდე დადონ, იმიტომ რომ ეს ადამიანები, ვისაც უფასოდ თუნდაც უკეთებენ რაღაცეებს სამომავლოდ, მათი რეკომენდატორები არიან. ყველახომ ვერ იქნება მათი მეგობარი, რომელიც ისედაც გაუწევდა პირობითად რეკომენდაციას. აი ზუსტად ისეთ საკითხს მივადექით, რაც არის ესე ვთქვათ რეკომენდაციები. ჩვენ შემთხვევაში თამამად შემიძლია და ვინსთანაც კი თანაშრომლობთ, ყველამ ვიცის, რომ 90% ჩვენი პროექტების არის რეკომენდაციით. ანუ ჩვენთვის იხა ესე ვთქვათ ნიშანია და საინტერესო ურთხილდებით ესე ვთქვათ ამ სფეროს, რომ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გავურთხილდეთ ჩვენს რეპუტაციას ვებ ფიჩერში. იმიტომ რომ ყველა პროექტი, ანუ რეკომენდაციით მოსული ადამიანი და დამკვეთი საერთოდ სხვა მოლოდინებით არის და ის ვინც უბრალოდ სადღაც ესე ვთქვათ რეკლამა ნახა რაღაც მენეჯერმა მოიყვანა. ძალიან დიდი სხვაობა, იმიტომ რომ როდესაც რეკომენდაციით მოდის, პასუხისმგებლობის ნდობის საკითხში კითხვა არ აქვს, იმიტომ რომ ის იმ კომპანიამ შეიძლება ურჩიოთ ჩვენი პროექტები ხარ ვიცი ესეც ან თამაშ შემიძლია თქვა რომ არის პუმა თბილისი აქს ტაუერსი, მონოგრაფი, ძალიან ბევრი დიდ სასტუმრო არქის პროექტებზე მუშაობ და ასე შემდეგ და ჩემი აზრით, ანუ როდესაც გავსი დიდი კომპანია გაგიწევს მის კონკურენტთან ესე ვთქვათ რეკომენდაციას ან გავსი პროფილის ესე რომ ვთქვათ, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ესე ვთქვათ ხას უსვამს, ანუ ფიზიკურად პირდაპირ პროექტის დასაწყებაზე გადადიხარ. ბიუჯეტის მისაღებია მისთვის, იმიტომ რომ იცის რა გამოცდილება გაქვს. და მით უმეტეს ჩვენ სფეროში web development-ში და აი განსაკუთრებით მინდა მიმართვა web development-ის მიმართულებით, ვიცა რომ პასუხისმგებლობას და თქვენს ცხოვრების სტილს ბევრი უყურებს, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაშიც მე ძალიან ბევრი დეველოპერი მინახავს, რომლებიც ახლა ხო შეიძლება ვიღარ ცხოვრების სტილი რა შუა შეიძლება იყოს, ძალიან დიდ შუაში არის ესე რა ვთქვათ ცხოვრების სტილი. Time management-ი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
პირად მეგობრებში ყავს სხვადასხვა დირექტორი და ასე შემდეგ იგივე LinkedIn-ზე და ასე შემდეგ და მათაც ესე ვთქვათ აქვთ ხოლმე მინახავს მათი სტატუსები რომ რამდენი ყურადებას აქცევენ ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი მე საბოლოო ჯამში შენს პროდუქტზე სერვისზე და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა პორტფოლიოზე ასე რომ პორტფოლიო როგორც თავდაპირველ ნაწილს დაუბრუნდებლად დავასრულო მაგ ნაწილს რომ თავდაპირველად მაქსიმუმ 10 პროექტამდე შეგიძლიათ 5-10 პროექტი გამოიყენოთ თქვენთვის იმისთვის, რომ პორტფოლიოს მისეთ რაღაც საძირკველი. აუცილებელია, რომ პორტფოლიო გქონდეთ, მაგის გარეშე დამკვეთი ვერ მიხვდება ვინ ხართ, რაც არ უნდა დიდი ტექსტები წეროთ, რაც არ უნდა, ესე ვთქვათ, გაფორმებული იქოთ, აზრი არ აქვს. მერწუნეთ, იმიტომ რომ პორტფოლიოზე ჩვენზე ძალიან მაგრად იმოქმედა ეს არ ვიცი ნებისმიერ სფეროში ალბათ შეიძლება ნებისმიერ სფეროში სადაც ვიზუალური დემონსტრაცია შეგიძლიათ ეხლა მარკეტერების შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში ცოტა რთულია იმიტომ რომ მაშინ გვიწევს გამოვიტანოთ გარეთ ის მონაცემები და შედეგები რაც კომპანიას დავუდეთ რაც ხანდახან შეიძლება კონფიდენციალური იყოს და ამის საშუალება არ გქონდეს კომპანიამ არ მოგცეს უფლება პირობითად რომ გარეთ გავიტანოთ მაგრამ ყველაფერს ქმნის ჩვენი რეპუტაცია სახელი ის თუ როგორ გვიწევენ რეკომენდაციას და ქართულ ბაზარზე და ქართულ რეალობაზე ეს არის ძალიან მარტივი ჯერ კიდევ ცოტანი ვართ რა ანუ ჯერ კიდევ ნაკლები კონკურენცია ხოლმე გარკვეულ სფეროებში როდესაც უკვე პროფესიონალიზმზე მიდგება საკითხი ჩემ შემთხვევაშიც ესე იყო უმრავლესობა კომპანიები სადაც მიმუშავია არის ზუსტად რეკომენდაციებით. ბევრგან ვიყავი ესე part-time კონტრაქტზე რამდენიმე თვიან, დისტანციურად მუშაობდი უმრავლეს შემთხვევაში, მაქსიმუმ 3 კომპანიაში ვარ დასაქმებული გასაუბრებებით. რაც ჩემთვის არის იმის მანიშნებელი, რომ რაღაცას კარგად ვაკეთებ. რაღაცას კარგად ვაკეთებ ალბათ და იმედი ამ გზით წავალთ მეც და შენ. უცხოურ ბაზარზე მინდა რომ მკითხო, თუ გქონია გამოცდილება უცხოურ კომპანიებთან მუშაობის არა მარტო web feature-ის ფარგლებში, აი თავიდან, როდესაც ამ საქმეში ფეხს იდგავდი, დამკვეთებს ქართულ ბაზარზე შოულობდი, ნუ ბუნებრივი ესე ნაცნობობით, მაგრამ აი თუ გიცდია რომელიმე პლატფორმაზე ყველაზე ტრენდული რაც არის და პოპულარული დღეს Upwork-ი მაგალითად მუშაობა. კი, ცადე, მაგრამ მან რასაც დავაკვირდი, არ ვიცი ესე შეიძლება უბრალოდ მე ანუ რაც დავტესტე ესე რომ ვთქვათ, ხო, იყო ის პრობლემა, რომ თუ უკვე რაიმე პროექტი არ ქონდა აღებული, ან რაღაცა რივიუები არ გეწერა, ძალიან ამცირებდა ესე ვთქვათ პოტენციალს იმისა, რომ ვიღაცა პროექტს მოგცემდა. რასაც დავაკვირდი, ანუ თუ უკვე ვიღაცას პროექტი არ გავუკეთე, ასე შემდეგ, ანუ იმდენი რესურსი ჭირდებოდა, რომ იმ დროში აქ მინიმუმ 2 პროექტს გავაკეთებდი, რაც მაგაზე რესურსი უნდა დამეხარჯა. ხო, მაგრამ იქაც ხო შეიძლება რომ შეგეთავაზებინა უფასოდ ან დაბალფასად პორტფოლიო. იქ ანუ იცი რა, როცა უკვე Upwork-ზე დავიწყე ფიქრი და როგორც თქვი გითხარით და ეს წლების უკან მქონდა საუბარი, არ იყო ესე ცნობილი Upwork-ი ყოველთვის და ხელმისაწვდომი ანუ სხვა ტიპის საიტებით იმ ეტაპზე როცა მივედი რომ თქვათ საკმარის რესურს ვიღებდი ეს ფინანსური იქნება თუ ასე შემდეგ აღარ მიყირდა უბრალოდ Upwork-ი ანუ ეს ვიღაცა შეიძლება წარმოიდგინო რატო ანუ ზედმეტი რომ უბრალოდ მანდრე არის ხარისხიც არ უნდა დაიკარგოს გამომდინარე იქიდან რომ რეალურად შეიძლება დღეს ქართულ ბაზარზე მუშაობდე და თუ შენ დამატებ ისეთ პროექტებს სადაც უბრალოდ ისეთ რესურსს აგართმევს რომ ქართულ ბაზარზე სახელს გაგიბუჭებს რა თქმა უნდა ეგ არანაირად არ ღირს ჯობია რომ იმას რასაც მოგიდე ხელი ჯერ ბოლომდე მიიყვანო გაურთხილდე ბაზარს და ჩვენ ზუსტად ესე დავიწყოთ ჯერ აქცენტი ქონდა ქართულ ბაზარზე თუმცა ამ ქართულ ბაზართან ერთად შემოვიდა ჩვენგან მოუძიებლად ესე რომ ვთქვათ უცხოური ბაზარიც ძირითადად ქართველი დასაქმებულები რომლებიც უცხოურ კომპანიებში მუშაობენ რომლებმაც გაიგეს ჩვენ შესახებ და ესე შევასრულოთ ძალიან ბევრი საერთაშორისო პროექტი როგორც ამერიკული ბაზრისთვის სამშენებლო სექტორისთვის ასევე ევროპის ბაზრისთვის ძირითადად ამ ორ ბაზარზე გვაქვს ესე ვთქვათ შეხება პროცენტულად ქართულ ბაზრიდან უფრო მეტ პროექტს ვიღებთ დაახლოებით 70-80%, დანარჩენი 20% უკვე იქ დასაქმებული ქართველების, ესე ვთქვათ, რეკომენდაციებით, ან ნაცნობებით და იქაც სხვათა შორის იქაც ქართველებს გავუკეთეთ, მიუხედავად იქ იმდენ იმხელა არჩევან, ეგ თუნდაც ევროპის ბაზაზე ან ამერიკის ბაზარზე, რომ იქიდანაც კი ჩვენთან მოვიდნენ და ესე ვთქვათ, გაუწიათ ამ მართლმსახურება, რაც ჩვენთვისაც რა თქმა უნდა საინტერესო იყო. მოდი ანაზღაურებებზე ვისაუბროთ, მაშინ რადგან უცხოურ ბაზრებს შევეხეთ. საქართველოში ბევრი სერვისი და მომსახურება ნებისმიერ სფეროში არის გაცილებით ხელმისაწვდომი
არა მარტო ჩვენი ან ტექნოლოგიების მიმართულებით მარკეტინგი, სამედიცინო სფეროც კი უფრო ხელმისაწვდომია ჩვენ ქვეყანაში, ან სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. და როდესაც მუშაობ უცხოურ ბაზარზე, იქაური ბაზრის ფასებს ითვალისწინებ ხოლმე თუ ქართულიდან ხელმძღვანელობ? როგორ ეხლა მართალი ვიქნები რომ ითხრა რომ ქართული ბაზრის ფასებს ითვალისწინებ არანაირად. არა რა თქმა უნდა, არა მარტო ქვეყნების მიხედვითაც კი სხვადასხვა ბიუჯეტი, არა მარტო ის რომ კონტინენტი იყო ამერიკა. ეს პასუხი მინდოდა რომ მომესმინე კი, ამაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ ფრილანსერებისთვის. არა გვაქვს რაღაცა ერთი სტანდარტული. მე შემიძლია გითხრა, არ ვიცი ხა ზოგ დამკვეთ ჩვენსაც ეს ამონება არის ამონება არ ვიცი, მაგრამ ყველა დამკვეთის სხვადასხვა ბიუჯეტი გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ერთი პრაისინგი. ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი სტარტაპიც მოდის, ძალიან ბევრი დიდი კომპანიაც მოდის და აქედან გამომდინარე გვიწევს სხვადასხვა ბიუჯეტების შეთავაზება მათზე მორგებული. გამომდინარე მათი მოთხოვნებიდან ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ მოთხოვნების მიხედვით ვაგებთ ამ კონკრეტულ ბიუჯეტებს. ამ შემთხვევაში სტარტაპის შემთხვევაში ჩვენ ვერ განვუსაზღვრავთ იგივე ბიუჯეტს, რაც შეგვიძლია შეიძლება შევთავაზოთ უფრო დიდი კომპანიის წარმომადგენელს და პირიქით. მით უმეტეს სტარტაპის შემთხვევაში ძირითადად შეზღუდულები არიან ბიუჯეტში და მით უმეტეს როდესაც საუბარი გვაქვს ქვეყნებს შორის სხვაობაზე, ან წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობები არის, თუნდაც ამერიკის ბაზარს შორის და შიდა ბაზარზეც კი სხვაობებია ფასები. კი, სტარტაპების შემთხვევაში კიდევ რატომაც შეიძლება მიდიოდე შენ და მეც და ზოგადად სხვა ადამიანები, პროფესიონალები რაღაც დათმობებზე არის ის, რომ თუ სტარტაპში ხედავ პოტენციალს, რომელიც შეიძლება განვითარდეს, შენს პორტფოლიოს ქვეშ მისი სახელის ქონა, შენ რეპუტაციაზე დადებითად მოქმედებს. მეც იგივე გამოცდილება მქონდა ნამდვილად ქართული ბაზრისთვის, მათ შორის და უცხოური ბაზრისთვის. სავსებით ნორმალურია რომ მქონდეს სხვადასხვა ფასი. იქიდან გამომდინარე რომ შენთვის მნიშვნელოვანი იყოს ამა თუ იმ კონკრეტულ პერიოდში თუნდაც დამატებითი შემოსავლის ქონა და მიდიოდე გარკვეულ დათმობაზე, ან მეორე გინდოდეს უბრალოდ რომ ამ ბრენდთან იყოს შენი სახელი ასოცირებული. ზუსტად გეთახმება 100%-ით და ზუსტად აი ბრენდებზე როცა ვსაუბრობთ, მაგნაციაში ჩვენც აი მაგნაციის ძალიან რაღაც ვცდილობთ რომ ისეთ ბრენდებთან დავიჭიროთ კავშირი, გარდა სტარტაპერები თავისთავად, რომლებიც ესე ვთქვათ რაღაც პოტენციალს ხედავთ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაგ ეტაპზე აი ზოგიერთი სტარტაპის შემთხვევაში ვებსაიტი სასიცოცხლო მნიშვნელოვანია რა და აი მაგ მომენტში რომ შენზე დგება ეგ კითხვის ნიშანი, რომ აი რამდენად შეძლებ დაეხმარო არ დაეხმარო და ასე შემდეგ, ესე ვთქვათ მათთვის სასურველი ვერსია რო შესთავაზო, მან ვცდილობთ რომ ყველაზე კარგი ვერსია შევთავაზო ჩვენი მომსახურების, იმიტომ რომ რეალურად როდესაც კომპანიის ან სტარტაპის ესე ვთქვათ სიცოცხლეზეა საუბარი, რომ ვებსაიტი გადაწყვეტს მის გაგრძელებას ან შეჩერებას, მან რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ესე ვთქვათ ძახლის ნიშანია, რომ მან ყველაზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ისეთი ვერსია შევთავაზოთ, რომ ვებსაიტი იქნება თუ ასე ჩვენ სხვა ტიპის მოდული, რომ მაქსიმალური შედეგი დაუდოთ ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ვებსაიტზე საბოლოო ჯამში არის დამოკიდებული გაყიდვები, სხვადასხვა ტიპის კომპანიებში, ძირითადად ეხა ჩვენთან მაინც არის ონლაინ მაღაზიები წარმოდგენილი, რაცაც ესე ვთქვათ მოთხოვნა არის. სადაც ბექი ფუნქციონალი ანალიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაქსიმალურად გამართული. კი, მომავალი ნაბიჯებისთვის, რომ კომპანიამ დაინახოს დღევანდელი დაგენერირებული ტრაფიკიდან გამომდინარე, მომავალი ნაბიჯები რა უნდა იყოს მისი განვითარების, მისი ვებსაიტის განვითარების. სხვაობები არის იმის მიხედვით, რა მოთხოვნები აქვთ, ანუ შესაბამისად ბიუჯეტებიც განსხვავებულია. თუ ბიუჯეტები არის, ანუ კითხვის ნაწილი, დაახლოებით შემიძლია გითხრა, დაახლოებით 5000 ლარიდან იწყება და სტანდარტული ვებსაიტების ღირებულება და ადის ზევით სხვადასხვა კომპანიებიდან გამომდინარე რა მოთხოვნები აქვთ ამის მიხედვით. შესაბამისად, ეს ფასთა ბიუჯეტი არის ის ნაწილი, რაც კომპანიებზე გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ, რომ ამდენად უღირთან არ უღირთ. და ამ ნაწილში სწორედ ისევ აქცენტს აკეთებენ, ეს აი შიდა კულისებიდან რაც ვიცი, რომ ესე ვთქვათ აქცენტი რომ შედარებებს არის პორტფოლიო, რასაც ეხან უკვე ვისაუბრეთ. ამ ნაწილში და ბიუჯეტის ნაწილში, ალბათ აი ფრილანსერების ნაწილში რომ ვისაუბროთ დეველოპერის ხარისხს, რა როგორც დეველოპერი, როგორ რა ბიუჯეტი შევთავაზო კომპანიას, როგორ მიუდგე და ასე შემდეგ, მაგ ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენი გამოცდილებით მიუდექით. ანუ თქვენ თუ მანამდე გაქვთ 100 პროექტი, უნდა შესთავაზოთ იმ საწვირფო, ესე ვთქვათ, საპირწონე ბიუჯეტი, რაც შეესაბამება მსგავსი ტიპის მომსახურებისთვის. თუ თქვენ ეხლა იყიდეთ ფეხს და ვთქვათ, გაქვთ 1-2 პროექტი ან 3 პროექტი, ვერ შეძლავთ, ანუ არარელევანტური იქნება, რა თქმა უნდა, მოცემული ბიუჯეტის შეთავაზება.
შეთავაზება. შესაბამისად, მაგნაზიაში ძალიან მნიშვნელოვანია დამკვეთების კარგად ცნობა ბიუჯეტის შეთავაზების ნაწილში, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ბიუჯეტი შეესთავაზოთ, რომ საერთოდ აღარც გაეკაროთ არამედ ის, არამედ სხვასაც კი აღარ ურჩიოს თქვენი თავი. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგის დარეგულირება ესე რომ. კიდევ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი შეხვედრისას რეალურად ამოიცნობ ეს ადამიანი შენ რამდენად გაწვალებს პროექტზე და რამდენად მოგცემს დამოუკიდებელ თავისუფლებას. თუ ის გენდობა და გაძლევს თავისუფლებას, დიახ, ანუ 1000 ლარად შეიძლება გააკეთო 3000 ლარიანი საქმე და თუ ის არ გენდობა და თავისუფალი არ ხარ და ნებისმიერი ნაბიჯის შეთანხმება დეტალურად გიწევს, შეიძლება გაუკეთო ძვირად, პირობითად, ან შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც გჭირდებოდეს, ის სამსახური სრულიად უარი უთხრა და პირიქით გაისტუმრო დამკვეთი. ჩემ პრაქტიკაში ასეთები ყოფილა დარწმუნებული ვარ, შენ შემთხვევაშიც ბევრი იყო ასეთი. შენ შემთხვევაში უბრალოდ უფრო დიდ ბიუჯეტებს შეუნევით და უფრო ცუდით, ანუ ვერ იგებ კარგი. თავისით მიდიან თუ მაინც აკეთებენ. კარგია თუ როცა თანხმდებიან ამის მიუხედავად, ანუ ისეთ ბიუჯეტი გვითქვავს, რომელიც უბრალოდ ანუ რელევანტური არის ჩვენი ბიუჯეტები, ყველაფერი რასაც საუბრობთ რა. იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ბიუჯეტი დიდია, რესურსიც მეტი იხარჯება, არ არის ის, რომ თქვა ჩვენ იგივე რესურსი დავხარჯოთ, ანუ უფრო მეტი პასუხისმგებლობია, უფრო მეტ დეტალიზაციაში ჩავდივართ, ნერვების მოშლაც მეტია. მეტია რა თქმა უნდა და დამკვეთი ხდება ამას, ანუ დღეს საქართველოში არავინ ესე რომ ვერ მიყვეს ახლა, ანუ ისეთი პატარა ბაზარია, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ვის რა ფასი უთხარი, წამი შეუძლია გაიგონ. შესაბამისად ისიც იცის, რომ ვეუბნები სხვისთვის რაც მაქვს, რა თქმა უნდა ისიც კი იციან, მაგრამ თანხმდებიან იმის გამო, რომ იციან, რომ ნუ პორტფოლიო აი ძალიან ხშირად ვახსენებ რა ვიღაცა შეიძლება ფიქრო რაღაცა ფეტიში პორტფოლიოზე, მაგრამ არ ვიცი მეგობრებო, თქვენთვის რომ კარგი მინდა უბრალოდ გირჩიოთ, მაგითო ამბობ ამდენს პორტფოლიოზე რა, ანუ ჩვენ შემთხვევაში 90%-ში გადაწყვეტილების მიღებაზე, ესე ვთქვათ, მიღების პროცესში პორტფოლიო პირდაპირ გითხრეს ეს, რომ გადაწყვეტილების მოახდინე გავლენა, ანუ დირექტორს ვაჩვენეთ, გადაწყვეტილების მიღებაზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მაგაზე იზრუნეთ, რომ დიდი ბრენდები იყოს თქვენს პორტფოლიოში, სახელიანი, რომლებიც თქვა შეიძლება ვიღაცის კონკურენტია. ის ეგრევე დაგთანხმდება თქვენ ოფერზე, იმიტომ რომ ხედავს, რომ უკვე მათი კონკურენტი, რომელიც უფრო დიდია, ესე ვთქვათ, უკვე დაიჭირეთ მასთან თანამშრომლობა და ეს უფრო უმძაფრებს თქვენთან მომსახურების, ესე ვთქვათ, მიღების პროცესს რა. იცი რა არის, გუშინ წინ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ მომწერა LinkedIn-ზე ერთმა ბიჭმა კომპანიის სადაც მუშაობ, ვებგვერდი დავამზადეთო და თავისი UI UX-იც კი გავაკეთეთო რა და შეგვიძლია დემონსტრაცია ჩავატაროთ თქვენთვის შეხვედრაო. არ უპასუხია იმის მერე, რომ ვკითხე რომელი კომპანიის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპანიაა ჩემს პორტფელში, მაგრამ ძალიან მომეწონა. ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე ესეთი ნაბიჯები, რომ რა გზას მიმართავენ ადამიანები იმისთვის, რომ დამკვეთები ნახონ. იმიტომ რომ მას მართლა შეიძლებოდა შეიქმნა იმაზე უკეთესი ვებგვერდი, ვიდრე რომელიმე იმ კომპანიას ჰქონდა, რომელიც ჩემ პორტფელშია და იმ მომენტში რაღაც გავგვეხილა კომპანიასთან, ან გვეყიდა, ან თანამშრომლობა დაგვეწყო, ან შეიძლება ისედაც ვიძიებდით მსგავსი კომპეტენციის კადრს და აგვეყვანა და ძალიან მომეწონა ეს ნაბიჯი და აი ეხლა ვაჟღერებ რეალურად, რომ ფრილანსერებო, თუ გინდათ რომ რაღაცა ესე გაქაჩოთ და წინ წახვიდეთ, მართლა, ანუ მიწერეთ პოტენციურ დამკვეთებს და აკეთეთ ეს უფასოდ რაღაცეები, თუნდაც ნახე TBC mobile banking-ის რედიზაინი გააკეთა ერთმა UI UX დიზაინერმა, გავგიჟდი, ისე მომეწონა, დავამატე მეგობრებში, შევინახე სახელი და გვარი და ვიცი რომ მე რომ დამჭირდება დიზაინერი, აუცილებლად იმ ბიჭს დავუკავშირდები, იმდენად მაგარი ნამუშევარი იყო. ხო, ანუ ზუსტად ეგ ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ზოგიერთი შეთავაზებები იმდენად გავლენას მოხდენი არის დამკვეთით, გააჩენ როგორ ფორმულირებას მისცემ და როგორ მიაწვდი. აი ჩვენ შემთხვევაში ხა სიმართლე გითხრა, ესე ვთქვათ, არ ვცდილობთ ხოლმე ესე რაღაც კომუნიკაციის ჯერ ამ ეტაპზე არ ვართ ისე გამომდინარე რესურსებიდან, ჯერ საკმარისად, ანუ პროექტებიდან გამომდინარე ჯერ არ გვაქვს იმის ესე ვთქვათ ვალდებულება რომ ესე მსგავს ესე ვთქვათ პროცესს მიმართოთ, მაგრამ საწყის ეტაპზე მე ზუსტად ამ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ზუსტად რაც შენ ახსენე, რომ იმ ბრენდებთან რომელსაც შეიძლება ესე ვთქვათ შენ პორტფოლიოში ძალიან კარგად წარმოაჩინოს და
და სხვა მეორე პროექტი მოგიტანოს, იმის გამო რომ ეს ბრენდი გყავს შენს პორტფოლიოში, შეგიძლიათ რაღაც შესთავაზოთ. ანუ ბარტერი არ არის აქ მარტო უფასოზე საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ბარტერიც აინტერესებთ. მსგავსი ტიპის კომპანიებს და ესეც უბრალოდ რეკომენდაციის სახით შემიძლია თქვა, რომ ბარტერთან შეგიძლიათ დააინტერესოთ ისეთი კომპანიები, რომელთაც ფიქრობთ, რომ თქვენთვის სარგებლის მომტანი იქნება, ერთის მხრივ ეს მატერიალური იქნება, ფინანსური და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ უფრო იმაზე იფიქრეთ, ეს პორტფოლიოში რა გავლენას მოახდენს, იმიტომ რომ როგორც უკვე თქვით, ძალიან ბევრი მეორე უბრალოდ არ მინდა რომ თავი მოვაწყინო ხა ნინოს ჩემი პორტფოლიოს გაწახილით, მაგრამ ალბათ თქვენთვის რომ კარგი მინდა მაგითო ვამბობ ამდეს რა. ცუდი დამკვეთები თუ ყოლია, ვისაც გადაუგდი ხარ, ხელშეკრულება დაურღვევი ან სასამართლო დავამდე თუ მისულ ხარ. სხვათა შორის არა. იურიდიული განათლება მაშინ დამეხმარო ხელშეკრულება ისე შემედგინა, როგორც ესე თქვა ჩვენ ხარეს იყო საჭირო, თუმცა რა თქმა უნდა დამკვეთის ინტერესს ყოველთვის ვითვალისწინებ და უფრო მეტის ტექნიკური, ანუ ძალიან სამართლიანები ვართ, მინდა გითხრა რა მაგნატიაში, იმიტომ რომ ჩვენ თუნდაც გადახდის სისტემები როგორც გვაქვს დაალაგებული, ხელშეკრულება როგორც გვაქვს, რომ თქვა ჩვენ ხრან თუ იქნება რაიმე გადაცდენა, ჩვენ ზარალდები, თუ მათი მხრიდან იქნება რაღაცა ისინი ზარალდებიან და დაბალანსებული ისე გვაქვს, რომ სიმართლე გითხრა არ მახსენდება ფაქტები, ძალიან იშვიათი რომ ვინმეს ხელშეკრულების შეცვლა მოუნდეს. ან რაღაცა ისეთი ჩაზნაწერი ჩასწორება, რაც ჩვენ სასარგებლოდ ან მის სასარგებლოდ იქნებოდა ამ შემთხვევაში. თუმცა მანამდე როდესაც ფრილანსერი იყავი და კომპანია არ გქონდა, არც მანამდე არ გქონია მსგავსი შემთხვევები? არა, სხვათა შორის არა, იმიტომ რომ რატომღაც კარგი დამკვეთები ხდებოდნენ სიმართლე გითხრა. კარგი მართლა ლუკა, მინდა გითხრა, იმიტომ რომ მე მქონია ეგეთი შემთხვევა უახლოეს წარსულში მათ შორის. იცი რა, უფრო ახლო მომავალში მქონია ვიდრე მაშინ, არ ვიცი მაშინ რატო იყო ესე, მაგრამ მაშინ ძალიან არც კი ხელშეკრულება, რაღაც ძალიან ესე მარტივად თანამშრომლობდი ხოლმე და ვერ წარმომედგინა, მაშინ ძალიან დაბალ ბიუჯეტებზე მაქვს საუბარი ხა 10 წლისგან, 30000 ლარიან პროექტებს ვაკეთებდით, რაღაც თვეში ალბათ 5-ს ან რაღაც და ამ რაოდენობით. და დაბალი ბიუჯეტი იყო 10 წლის უკან ახალ დამწყებდა 3000-იანი ბიუჯეტი. რამდენი წლისაც იქნებოდით 19-20 წლის ბიჭისთვის რაც საომალოდ ეხლა ასახულია მე რასაც უყურებ ჩემს კორიდორში ხედავ ჩემს ესე თქვა ცხოვრებას იმ მომენტისთვის ბევრი იყო კი ვერ ვიტყვი რომ მაშინაც ადამიანები ვებგვერდის დამზადებაში WordPress-ზე მე მახსოვს 500-600 ლარს იღებდნენ ხოლმე კი სხვათა შორის ყველაზე ანუ არ ვიცი ანუ ბევრი მიცნობს და მithumet WordPress community-ში ძალიან პირი meetup-ებსაც კი ვატარებ და ანუ ვინც არ მიცნობს ესე შეიძლება ანუ WordPress მიმართულებით ვცდილობთ რომ მაქსიმალურად აქტიურად ესე ვთქვათ დავგეგმოთ სხვადასხვა შეხვედრები იმეთები ეხლა სულ ეხლა WordPress კი meetup-ი ჩავატარეთ სადაც თუნდაც სფეროს მიმართულები დეველოპერებს ანუ ჩვენი რესურსით სრულიად ჩვენი რესურსით ვცდილობთ რომ შევკრათ და მაქსიმალურად პოპულარიზაცია გავუკეთოთ WordPress მიმართულებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემიძლია გითხრა რომ მე ჩემი ხარისხიდან გამომდინარე და ჩემი მიდგომიდან გამომდინარე ვიცი რომ უფრო მეც ვამბობ ვიდრე სხვები და დამკვეთებაც იციან ანუ იმასაც კი წერე რომ აი სხვები საერთოდ სხვა ბიუჯეტს მომნებიან მაგრამ მაინც ჩვენთან იწყებენ თანამშრომლობას მან ფიქრობ ისე რომ გამოცდილება და პროფესიონალიზმზე აკეთებენ აქცენტს და მაშინაც მით უმეტეს როდესაც 8-7 წლის უკან WordPress ისე არ იყო და შენ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება იმის გამო რომ დიდ ბრენდებს უკვე თანამშრომლე ძალიან მარტივად გავაკეთე ნახტომი რომ ავსულიყავი შედარებით მაღალ ბიუჯეტებზე. იმასთან შედარებით მაღალ ბიუჯეტებს აგულისხმობს სხვებთან შედარებით მაღალ ბიუჯეტს, იმიტომ რომ შეიძლება ხელი დაწერილი საიტი იგივე, აი ონლაინ მაღაზია ავიღოთ, ხარ 8-7 წლის უკან და აღლოთ 3000 ლარამდე ღირდა მსგავსი ტიპის საიტის დამზადება, როგორც ვაკეთებდით. შესაბამისად, მაშინ ვინც 500 ლარს ეუნეოდა, იმაზე ბევრად ძვირის იყო ჩვენთან რაღაც ჩვენთან ამ შემთხვევაში მარტო საკუთარ თავზე საუბარი, ეხლა გუნდი ვართ, მაგრამ ნუ მაშინ მარტო ვიყავი რა თქმა უნდა და შესაბამისად, ნუ რა თქმა უნდა კითხვის ნიშნები იყო, მაგრამ საბედნიეროდ მაინც ესე ვთქვათ სურდა თანამმართველობის თანამშრომლობის გაგრძელება. თუმცა ძალიან გადავდივარ ხოლმე თემებიდან და თუ ძალიან გადავარ უბრალოდ შეგიძლია რომ გამაჩერო იმიტომ რომ ვცდილობ რომ ყველა თემა იმართლა რაც გავიარე და ბევრი რამე გავიარე საბედნიეროდ მინდა რომ როგორც მე მოусმედი ასე ვთქვათ ჩემს პერსონაჟს რომელიც ეხლა ვიწყებდე ვთქვათ არ ამ მიმართულებით და ზოგადად ფრილანსერებს ისე დეტალებია რომ აუცილებელია რომ იცოდე. რამდენი წლის ხარ ეხლა გავხსენე? ეხლა 26 წლის.
ანუ ადამიანი არის 26 წლის და 400 პროექტი აქვს გაკეთებული. და საკმაოდ დიდი რიცხვია სიმართლე გითხრა, ჩემ რასაც უყურებ, იმიტომ რომ მადლობა. იმიტომ რომ ესე თქვა, რასაც უყურებ საერთოდ ქართულ ბაზარზე, კონკურენციაში შედივართ ისეთ კომპანიებთან, რომელსაც ძალიან დიდი ისტორიები აქვთ რა, ანუ და უფრო მეტიც ბევრი შეთავაზება მქონია სიმართლე გითხრა. კოლაბორაციაზე ან გადასვლაზე? არა, პირდაპირ მოგვეცი შენი ესე და დაგვითმე 100% შენი კომპანიის. და ეს უბრალოდ მაბედნიერებს ხოლმე რა ესეთი შეთავაზებები, თუმცა არც ესე არ თანხდები, მიუხედავად საკმაოდ უხე შემოთავაზებებისა, იმიტომ რომ მაგნატის აუცილებლად кейს გავიხსენებ, იმიტომ რომ მართლა საინტერესო кейსია, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ესე თქვა ძალიან ისე დარჩა რა, ეგ ნაწილი ერთ გაუცილებლად შევეხები, უბრალოდ ცუდ დამკვეთებს არ გამოვტოვებ, ყოფილა შემთხვევა რომ ესე თქვა გარჩევამდე შეიძლება მისულიყო სიმართლე გითხრა. ოღონდ არ გარჩევამდე ანუ აქ არ იგულს რაღაც ბიტებით მისვლა და ასე შემდეგ, ანუ უბრალოდ საჭირო იყო რომ უბრალოდ ადგილზე გაგვისაუბრო, იმიტომ რომ მის კომუნიკაცია იყო აშკარად ადამიანს შორის, როდესაც მეუბნები რომ ვებსაიტი დავუმზადეთ, ამისთვის თქვენც უნდა იყოთ მზად მეგობრებო და ეს მარტო ჩვენ არ გვექნება ესეთი პროექტები, რომ პირველად დამკვეთე ან ხელშეკრულება ყველაფერი გაკეთებული და ნუ თანხის და საბოლოო ღირებულებასთან ან ზოგადად რამდენიმე ნაწილით იყოფა ხოლმე ჩვენთან გადახდის ნაწილი და ერთ ნაწილზე უკვე საბოლოო ეტაპზე გახდა პრობლემა და ნუ ესეთი პრობლემები ხდება, მაგრამ მანდაც საჭირო რომ პროფესიონალიზმი გამოავლინოთ, გაესაუბროთ, ნახოთ რატომ თქვა არ იცავს თანხას, რა არის პრობლემა და ასე შემდეგ და რავი ჩვენ შემთხვევაში სიტყვით მოვგვარებულვართ, ესე მარტივად რო თქვათ რა, სასამართლომდე ჯერჯერობით არ მივსულვართ. სიმართლე გითხრა ის სხვა არ მახსენდა, ანუ 1-2 რა, რომ აი რაღაცა ესე. თუმცა აი მანდაც გავიდა კვირა 2 კვირა და ჩვეულებრივ ესე თქვათ მოგვარდა, იმიტომ რომ მე პირადად ყოველთვის ვცდილობ რომ სიტყვით მოვაგვარო ყველაფერი რა, იმიტომ რომ ძალიან მარტივია, როდესაც ხელშეკრულებით ვეუბნებ ადამიანს რომ აგერ პასუხისმგებლობა შენს გაქვს და მეც მაქვს და ყველამ ჩვენ ხარ უნდა შევასრულოთ, მე რაღაც ალბათ ნათელი წერტილი გაუნათდებათ და მე ხვდებია რომ უნდა გაყვანხარ ნათელი წერტილი გაუნათდებათ. ჩემ შემთხვევაში ყოველას ვეუბნები ხოლმე ფრილანსერებს რომ აუცილებლად ხელშეკრულებები შეადგინონ, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება იმის გამო რომ აქვს გარკვეული ცნობადობა ან რეკომენდაციებით მიკავშირდებიან, საერთო ნაცნობობაც ხშირ შემთხვევაში ხანდახან ამ ხელშეკრულებამდე არ მივსულვარ. ან რომც მივსულვარ და არ შეუსრულებია დამკვეთს თავისი მოვალეობა, აი ამ სწორედ აი ამ ნაცნობობის გამო დამიხევია უკან. მუშაობდი კომპანიაში რეალურად 1 წლიანი ხელშეკრულება მქონდა და სანამ 1 წელი გავიდოდა, სტრუქტურა შეცვალეს, ჩემი პოზიცია გაუქმეს. და ვიყავი მე-7 თვეში ორსული და დამემშვიდობდნენ. ძალიან მაღალი თანამდებობა მქონდა, ძალიან მიყვარდა ეს გუნდი. ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ჯერ კიდევ ტრავმად მაქვს, ვერ მოვიშორე ეს, იმიტომ რომ მაშინ შემეძლო სხვანაირად გამეპროტესტებინა უბრალოდ საკუთარ მდგომარეობას და მომავალ ბავშვს მოუფრთხილდი, რომ ეს სტრესი იმაზე მეტად არ ასახულიყო ჩემზე, ვიდრე აისახა, იმიტომ რომ მეორე დღეს სასწრაფოდ საავადმყოფოში წამიყვანეს ისევ ინერვიული. ხო და აქედან გამომდინარე აუცილებლად ყველას ვეტყვი. ბოლომდე იბრძოლეთ საკუთარი უფლებებისთვის, არ დაუშვათ ის შეცდომები, მე თქვენი მასწავლებელი ვარ ფრილანსერების და მეც კი დავუშვი ესეთი შეცდომები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზუსტად ამიტომ სარგებლობენ დამკვეთები არელიან, რომ რამეს გააპროტესტებ, არელიან, რომ ხმას ამოიღებ. ამ დროს უამრავი ქართული ასოციაცია იურისტების, რომლებიც სრულიად უფასოდ ეხმარებიან ხოლმე მსგავსი ფინანსური შემთხვევების შედეგად დაზარალებულ ფრილანსერებს და ეს შრომითი კოდექსი რომ გვაქვს, ტყუილა არ გვაქვს აბედნიერად, ამაში მაინც გვადგება რომ გვაქვს კოდექსი. ხო, ხელშეკრულება ძალიან კარგი ახსენე, თავდაპირველად რაზეც საუბრობდით და საკმაოდ სამწუხარო თემები არის, რასაც შეეხე, ანუ მსგავსი кейსები რა თქმა უნდა. თუმცა, სწორად აღნიშნე, რომ ბოლომდე უნდა ეცადონ რომ გაიტანონ, რაც შეუძლია, თუმცა რომ გაიტანონ, საჭიროა რაღაცა ხელში ეჭიროთ, გულისხმობ, რომ რაიმე იურიდიული ძალის ქონეს საბუთი. შესაბამისად, მეგობრებო, არ დაგეზაროთ, ძალიან მარტივია რომ ნახოთ რაიმე ონლაინ შაბლონები. ჯგუფში იკითხეთ, დაგეხმარებიან ფრილანსერების ჯგუფში ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად. და შეიძლება უფრო მეტიც ისეთი პროფილის ხელშეკრულება ნახო, რომელიც თუ არის მარკეტინგის მმართველობით ნახონ ხელშეკრულება და დაეხმარონ ჯგუფის წევრები, ან შეიძლება ვებ დიზაინის და ასე შემდეგ. AI პლატფორმები ვების მიმართულებით. ჩემი ცოტა მტკივნეული ნაწილია, იმიტომ რომ ბევრჯერ მქონდა მცდელობა, მე თვითონაც უბრალოდ ინტერესის დონეზე რომ გამეტესტა, გამეკეთებინა
გაკეთებინა და ხშირ შემთხვევაში ვაწყდებოდი იმ პრობლემას, რომ ბექის ნაწილი, რომელიც ჩემთვის ანუ არ ვიცი, მარკეტერისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მქონდეს პლატფორმას, რაც ანალიტიკას მოახდენს, მონაცემებს წამოიღებს, დამიჯგუფებს, გამიფილტრავს და ასე შემდეგ, რაც WordPress აქვს მაგალითად, ან თუნდაც ხელით დაწერილ საიტს შეიძლება რომ admin პანელი იდეალურად აუწყო და მოირგო ისე რომ CRM სისტემები არც ერთი შემთხვევისთვის არ დაგჭირდეს რომ პირობითად ჩაინტეგრირო. AI პლატფორმები, აი ვების მიმართულებით დღეს არის საკმაოდ პოპულარული საზღვარგარეთ. საქართველოში სხვათა შორის ერთ-ერთ სასწავლო აკადემიასაც უპოვე. შენ თუ გამოგიცდია ეკითხვა მაქვს პირველ რიგში ხედავ თუ არა პრობლემას აი ამ პლატფორმებში რაც მე აღვნიშნე იქნებ მე არ ვიცი უბრალოდ და მაგიტომ გეკითხები და ზოგადად რამდენად კონკურენტულია დღეს იმ მიმართულებებთან რასაც შენ უკეთებ კომპანიებს ხო საინტერესო კითხვა იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ისმის ხოლმე და არა მარტო შენ გამოვისმინე აქ დამკვეთებისგანაც მოგისმენია რომ აი სხვა პლატფორმებზე რას ფიქრობ და ასე შემდეგ სხვა პლატფორმები არის იმისთვის, გულისხმობ AI პლატფორმებს, რომლებიც თავაზობს მზა ვებსაიტის შექმნას ერთი კლიკით. თუ შენ გაქვს ისეთი მოთხოვნები, რომლებიც შეესაბამება მსგავსი ტიპის პლატფორმას და გაკმაყოფილებს, სრულიად ოკეი არის მსგავს შემთხვევაში, მაგრამ მე არ მეგულება დამკვეთი, ვისაც არ უნდა რომ იყოს უნიკალური. არ უნდა რომ გქონდეს ძალიან კარგი ფუნქციები ვებსაიტზე და ასე შემდეგ. აი მანდ უკვე ვიჭედები. იმიტომ რომ მსგავსი პლატფორმების შემთხვევაში ხარ რაც მაგალითი მოიყვანე, არ იძლევა იმის საშუალება სამწუხაროდ ამ ეტაპზე, რომ შექმნა უნიკალური ვერსია, შექმნა ისეთი ფუნქციონალი, რაც ესე ვთქვათ, უფრო საინტერესოს გახდის ვებსაიტს და ნუ ეს ყველაფერი ერთია რომ ცალკე საკითხია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის შაბლონები. დღეს როცა ყველა კომპანია ცდილობს უნიკალური იყოს ამ პირობებში, შენ გამოიყენო ერთ-ერთი შაბლონი, რომელიც შეიძლება ყოველ მესამე კომპანიამ გამოიყენოს თავისი ვებსაიტისთვის, ეს არ აისახება რა თქმა უნდა უნიკალურობაზე და საერთოდ სხვა აცდენა არის ამ headline-ში ესე რომ ვთქვა რა. ხო, მაგრამ WordPress-საც ხომ აქვს შაბლონები. არის ახლა ერთი სხვაობა ესეთი მნიშვნელოვანი, რომ WordPress-ის შემთხვევაში, ჩვენი პროექტების შემთხვევაში, შაბლონის როდესაც ჩვენ ძირითადად ან შეგვიძლია რა პირობითად Figma-ში მოტანილი დიზაინიც გავაკეთოთ, ან შაბლონზე. შაბლონის შემთხვევაში WordPress-ზე არ ყოფილა შაბლონი, რომ მინიმუმ 50% არ გადაგვეკეთა. ანუ არ გვაქვს ისეთი შაბლონები, რომლებსაც აი ესე მარტივად მოიძიებ და შეადარებ და ერთი და იგივე ვერსია დაახვედრო ერთმანეთს. ეს იმიტომ რომ ჩვენი დამკვეთები ცდილობდნენ იყვნენ უნიკალურები. ისევე როგორც ჩვენ ვცდილობთ რომ შევთავაზოთ უნიკალური დიზაინები. ანუ ვისაც ამბიცია არ აქვს იმისა რომ კონდეს გარკვეული ინდივიდუალიზმი და უნდა უბრალოდ იაფად რაღაც საიმიჯოს გაკეთება, მათთვის არის ეს AI პლატფორმები. და ამას დავამატებ ფუნქციების ჩამატების ნაწილს. იცი რა რომ AI-ის გამოყენება WordPress-ზე უფრო მარტივი გამოჩნდა, ვიდრე თვითონ AI პლატფორმებში AI-ის დახმარებით სხვადასხვა ფუნქციონალის ჩამატება. ვინაიდან იგივე თულები რაც შენ ახსენე ანალიტიკი და ანუ სხვა მსგავსი დამატებით ინტეგრაციები, მან ზოგიერთ პლატფორმას ჯერ არ არიან ისეთი დიდები, რომ მოგწეს საშუალება მსგავსი ინტეგრაციების გაკეთება, იმიტომ რომ შენ რო Google Analytics-ის ინტეგრაცია გააკეთე პირობითად ყველაზე მარტივი რომ ავიღოთ, ხო გჭირდება რაღაც დრო, რაღაც სტატუსი რომ მქონდეს ამ ინტეგრაციის გაკეთების საშუალება შენს AI პლატფორმაზე და ასე შემდეგ. თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის, როგორც უკვე ვთქვი, დიზაინი და ფუნქციონალის ჩამატება. ეს ორი ნაწილი არის, რის გამოც ესე ვთქვათ, თავს ვიკავებს გავს პლატფორმების გამოყენებას ამ ეტაპზე. თუმცა იმედი მაქვს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს და პირიქით უფრო მრავალფეროვანი გახდეს სამმართველობით. მე გეტყვი ამ პლატფორმასთან დაკავშირებით, ჩემი ცდილობები რა იყო? ეს არის პლატფორმა, კიდევ ერთხელ Lovable Dev, რომელზეც დავწერე პრომპტი, როგორი ვებსაიტი მინდოდა და გამეკეთებინა ფრილანსერებისთვის, subscribes based, იმიტომ რომ ყოფილიყო, მაგრამ ეს subscription-ი მერე კიდე ცალკე რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ტექ დავალება მაქვს შექმნილი აბსოლუტურად ყველა page-ისთვის და ყველა ფუნქციონალისთვის, ყველა ღილაკისთვის, რაც უნდა იყოს, მაგრამ დიზაინში, როდესაც აწყობს, მერე შენ გჭირდება გარკვეული ცვლილებები და უშუალოდ არ მოგწონს ის ბლოგების ველი როგორ გამოაქვს, არ მოგწონს როგორ გამოაქვს ივენთების ველი და თვითონ ამ შემთხვევაში გიწევს რომ ახალი პრომპტი შექმნა, მისცე დავალება, მერე ეს ცვლის, იქ არ მოგწონს
ტონს კიდე დააპატარავე. ამასობაში მარტივია, როდესაც გაქვს უკვე მზა შექმნილი კონტენტი, რომ აუტვირთო და სთხოვო, რომ გადაგილაგოს და ეს კონტენტი შესაბამისად გამოგიტანოს, მაგრამ შეიძლება მე ხარისხში არ მოგეწონოს, მე ისევ მოგიწიოს დიზაინერთან მიბრუნება, რომ მოდი დააკორექტირე, დამიპატარავე და ასე შემდეგ და მზა პლატფორმების შემთხვევაში და WordPress-ის შემთხვევაში სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ დიზაინერს პირდაპირ ვაძლევ, რომ ეს ზომა გამიკეთე, ეს ღილაკი, ეს ზომა გამიკეთე, ეს ბანერი, ეს thumbnail-ი, ეს გამომიტანე, ბლოგი რო იწერება დაუშვათ მაქსიმუმ ამ სიტყვიანი მჭირდება, იმიტომ რომ ამაზე მეტი არ მომწონს, ანუ ცუდად ჯდება, არ არის ლამაზი და ასე შემდეგ და ყველაზე მეტად რაც მე პრობლემას მიქმნის და რაც მე მაინტერესებს აი ვების შექმნისას, ყოველთვის არის ხოლმე რომ არასდროს არ არის გათვალისწინებული ანალიტიკური ნაწილი. ანუ რაც ვახსენეთ ახლა WordPress-ის შემთხვევაში მოყვება თუ არა და ჩაინტეგრირება არის შესაძლებელი ბევრი რამის გათვალისწინება. როდესაც ქმნი webguards, ну კაი, webguards ქმნი რისთვის? იმიტომ რომ შენი ბრენდის შესახებ გააგებინე მომხმარებლებს. ვინ არიან შენი მომხმარებლები? საიდან შემოდიან შენი მომხმარებლები? რამდენ ხანს ჩერდებიან? მარტო Google Analytics-ის მიმახომ არ არის საკმარისი, ხო? რეალურად იმისთვის რომ ეს განსაზღვრო. დეტალია, კი. რას ყიდულობენ, თუ ყიდულობენ, რამდენს ყიდულობენ, რა სიხშირით ყიდულობენ? ვინ გააქტიურდა, ვინ გაპასიურდა, მით უმეტეს თუ user registration გაქვს გაკეთებული. მე ავტომატიზაცია, შეტყობინებების დაგზავნა, იქ email marketing-ის ჩაინტეგრირება. მე ყოველ შემთხვევაში ჯერ ესეთი მსგავსი AI მზა პლატფორმა ვერ ვიპოვე, თუ ესეც ექნება AI პლატფორმას, რომელიც აი ამ ბრძანებების და პრომპტების გაწერების შემთხვევაში admin panel-საც დამიგენერირებს, მაშინ მართლა აი არ ვიცი, ეგ იქნება რაც იქნება. შენი кейსი არის ზუსტად ის მაგალითი, რომ აი როდის არ გჭირდება მსგავსი პლატფორმა, იმიტომ რომ subscription-ი როცა ახსენე, უკვე დავხაზე ახლა WordPress-ზე ეს როგორ გავაკეთე. ანუ მეც დახაზული მაქვს, მე IT business analysis გავლილი მაქვს ზუსტად იმისთვის, რომ tech პლატფორმები შევქმნა. კი, მაგრამ ანუ სამწუხაროდ არ მოგცემს საშუალებას. პირველი საკითხი ეს არის ინტეგრაციის ნაწილი. ბანკთან ვერ დაგიინტეგრირებს. TransferWise-ი აქვს თუ არ ვწდები ამ კონკრეტულ პლატფორმას საინტეგრაციო. აი, საქართველოს შემთხვევაში, ქართული ბარათი გადახდების შემთხვევაში ეს რამდენად იქნება მორგებული ამ ნაწილში, ეგ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის. შესაბამისად, ისევ იმას უბრუნდებით, რომ ქართული ბაზრისთვის ესე რომ ვთქვათ, მორგებული არ არის თუ შენ არ გინდა ზუსტად რაც შენ ახსენე, ან ონლაინგან, რაიმე ისეთი ფუნქციონალი, რაზეც თვითონ პლატფორმა ვერ აგებს პასუხს. და მე რაც ვახსენე ესეთი ტიპის პლატფორმა WordPress-ზე დაახლოებით რა შეიძლება რომ დაჯდეს? დაახლოებით იღირებულება ჩვენ შექმნილის გვაქვს კიდევ subscription-ზე ბევრი პლატფორმა. ოღონდ ნახე WordPress-ზე მე რომ გავიარე კონსულტაცია ადრე მითხრეს რომ ყოველთვიური subscription-ი არ გამოვიდოდა და აი ჩვენ გეტყვით რომ გამოვაჩინე ჩვენი პროფესიონალიზმი და უფრო მეტიც. ოკეი. აქ გავიხსენოთ ჩვენი ფრაზა პორტფოლიოში იძლია ნახო ჩვენი ერთ-ერთი ნამუშევარი. რომელი კომპანია? ეს არის Me and Mom. ეს არის ჩვენი შექმნილი პლატფორმა. ძალიან მაგარი პლატფორმა. მინდა ვიყიდო, ანუ ვაპირებ რომ შევიძინო. შეგიძლია გამოიწერო ჩვენი საიტიდან და ნახავ როგორ ჩამოგაჭრის ბარათიდან. და ხას ეგ მომენტი რამდენად გესიამოვნება, არ ვიცი, მაგრამ თავად მიხვდები რომ ფუნქციურად გამართულია. მე სიამოვნება, იმიტომ რომ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის იქნება. მე ჩვენც ვიყენებთ აქტიურად. ოკეი. ძალიან მაგარია, ძალიან გამიხარდა და რა შეიძლება დამიჯდეს დაახლოებით. დაახლოებით გავს ტიპის პლატფორმები იწყება 7000 ლარიდან პლუს DG-ი, სადაც გვაქვს subscription-ის ნაწილი. შენ შემთხვევაში ალბათ უფრო მეტი დეტალი იქნება, გამომდინარე იქიდან რომ ალბათ თავისი user paroli და ანუ გააჩნია რა ტიპის პროდუქტს ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ რაც განვიცვალთ. ხო, user paroli-ები დასჭირდებათ მომხმარებლებს რა უნდა დახვდეთ, რა ინფორმაცია, რა გვერდები უნდა გქონდეთ. ეს freelance panja არ არის მხოლოდ არხი, ძალიან დიდი გეგმის ნაწილია, რაც ფრილანსერების ეკოსისტემას საქართველოში და შემდეგ უკვე ამიერკავკასიაში გაუმჯობესებს. ამიტომ მე შენ აუცილებლად, როდესაც მორჩებით გადაცემას და მე შემოგეხმიანები, ჩემთვის იმედია რაღაც ფასტაკლებაც გექნება. აუცილებლად, რა თქმა უნდა, როგორც კარგი დამკვეთი. როგორც კარგი დამკვეთი, რომელიც ტვის არ გაბურხავს. ტვინს არ გაბურხავს. თუმცა ამაზე პასუხებს გულობას ვერ ავიღეთ, ესეც დავაყოლოთ. ძალიან დიდი მადლობა ლუკა. ვის ხილვას ისურვებდი? პროფესიის მიმართულებით. იურისტის გარდა, იურისტი მე უკვე თქვი რომ ეყოლება. აი, რომელი პროფესიის ადამიანი მოვიყვანო, ვინც დღეს ფრილანსერებს გამოადგებათ, იმიტომ რომ ეს პროფესია ძალიან მოთხოვნადი გახდა, გარდა შენი მიმართულებისა. ბუღალტერი. ოკეი. იმიტომ რომ ვიტყვი რატომაც. აბა
ჩემ შემთხვევაში ძალიან ბევრი წოვე საკითხი, ესე ვთქვათ, იყო ამ მიმართულებით, რომ არ ვიცოდი ბევრი რაღაც. ყავს ბუღალტერი? კი, ხო ყავს. დედა ჩემი. ჩემი უღლე. ოკეი. დასაქმებულია ისიც, რა თქმა უნდა, აქაც დავაკონკრეტებ მაინც. და იცი რა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ბევრი ფრილანსერი ვიცი, რომ დაბნეულია ამ მიმართულებით. ანუ შეიძლება ესე ყველგან არ საუბრობდნენ, მაგრამ ყველას რაღაც პრობლემები აქვთ. როგორც ვიცი, არ იციან როგორი ტიპის სტატუსი ჰქონდეთ და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ ესე ძალიან საინტერესოა, მე მინიმუმ მე მოგისმენთ, იმიტომ რომ დამატებით გამოცდილებას მივიღებდი აუცილებლად. აუცილებლად გავითვალისწინებ. მქონდა ადრე გეგმაში, სხვათა შორის ცოტა გადავდა ეგ საკითხი, მაგრამ აუცილებლად იურისტი მეყოლება, ბუღალტერიც მეყოლება, აქვე გვპირდებით ფრილანსერებო. კი ბატონო. მადლობა და წარმატებები. მადლობა პირიქით თქვენ. ნახვამდის. იმედია მოგეწონათ ჩვენი გადაცემა, შევხვდებით ჩვენს შემდეგ სტუმართან ძალიან საინტერესო ინტერვიუთი.